აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს ბოლო მომენტში გააუქმა თავისი წარმომადგენლების სტივენ ვიტკოვისა და ჯარედ კუშნერის ვიზიტი პაკისტანის ისლამაბადში. ირანის პოზიციის გამო სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. ამგვარად აშშ-სა და ირანს შორის მორიგი მოლაპარაკების ცდელობა კვლავ ჩაიშალა. ეხლადი სენატორები და რესპუბლიკელები მოუწოდებენ ტრამპს სასწრაფოდ განაახლოს ირანის დაბომბვა და afילו დაიწყოს სახმელეთო შეჭრა, რადგან თეირანში ახალი რეჟიმი არაფრით სჯობს ძველს. მაგრამ ასევე მორიგი მოლაპარაკების ჩაშლა შეიძლება დაკავშირებული იყოს იმასთან, რომ კონფლიქტს ასე თუ ისე უკვე შეუერთდნენ რუსეთი და ჩინეთი. პირველი, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა რამდენიმე წუთით ადრე, სანამ დონალდ ტრამპი მოლაპარაკებებს გაუქმებდა, განაცხადა, რომ მას უნდა გაემართა კონსულტაციები ომანთან და რუსეთთან. ციტატა: ორმხრივი საკითხების კოორდინაციისა და სპარსეთის ყურის რეგიონში არსებული პრობლემების შესახებ კონსულტაციისთვის. ხოლო აშშ-მ გადაწყვიტა ეკონომიკურად დაერტყა და შემოიღო სანქციები ირანულ ნავთობზე და ჩინეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, რომლებიც ამ ნავთობს იღებდნენ. ჩემი სახელია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, ვთხოვთ გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ ეს გამოშვება, დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ და გამოიწეროთ ჩემი ტელეგრამ არხი პეჩი ნიუსი. ბული მასე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე დღეში კვლავ გაჩნდა იმედი აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შაბათს 25 აპრილს ბოლო მომენტში გააუქმა თავისი წარმომადგენლების სტივ ვიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ვიზიტი ისლამაბადში. სწორედ ამ მოლაპარაკებებზე. მიუხედავად იმისა, რომ მოსალოდნელი იყო, ტრამპის წარმომადგენლები იქ შეხვდებოდნენ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს აბას არაქჩის ამ ვიზიტის პარკლებში, რომლის მიზანიც იყო დიპლომატიური ჩიხის გადალახვა და შეთანხმების მიღწევის პროცესისთვის ბიძგის მიცემა. მაგრამ ბოლო მომენტში ტრამპმა განაცხადა, ციტატა: მათი გაგზავნა 18 საათიან ფრენაში მოლაპარაკებების ამჟამინდელ ვითარებაში ძალიან დიდხანს გაგრძელდება. ჩვენ ამას ტელეფონითაც შევძლებთ. ირანელებს შეუძლიათ დაგვირეკონ თუ მოისურვებენ. ჩვენ არ ვაპირებთ უბრალოდ წავიდეთ და იქ ვიჯდეთ. კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ის აპირებს ომის განახლებას? ტრამპმა უპასუხა, ციტატა: არა, ეს ამას არ ნიშნავს. ჩვენ ამაზე ჯერ არ გვიფიქრია. ყველა კოზირი ჩვენს ხელშია. ჩვენ არ ვაპირებთ იქ ვიჯდეთ და არაფერზე ვილაპარაკოთ. მაგრამ რესპუბლიკელებში განწყობა ცოტა განსხვავებულია. და თქვენ ხომ გახსოვთ, რომ მალე იწურება 60 დღიანი ვადა, როცა აშშ-ს პრეზიდენტს შეუძლია ომი აწარმოოს კონგრესის ნებართვის გარეშე. ასე რომ სენატის სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა როჯერ უიკერმა დღეს საჯაროდ მოუწოდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გააგრძელოს დარტყმები თეირანზე. მან განაცხადა, რომ მოკლული უმაღლესი ლიდერის ალი ხამენეის რადიკალური მემკვიდრეები არ აპირებენ შეასრულონ დაპირებები და შეასრულონ რაიმე შეთანხმება. შემდეგ მისი ციტატაა: Время переговоров с иранским режимом. დასრულდა. ჩვენს თავარსარდალს უნდა დაავალოს თავის გამოცდილ სამხედრო მეთაურებს, ირანის შეიარაღებული ძალების განადგურების დაანადგურების დასრულება და მისი ბირთვული პროგრამის ნარჩენების ლიკვიდაცია. ეს ერთადერთი გზაა რეგიონის მდგრადი სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. და ამის შემდეგ უკვე ირანი იწყებს თავის არიდებას. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი აბას არაქჩი თავად ჩავიდა პაკისტანში, ჯერ კიდევ პარასკევს, მაგრამ მაშინვე განაცხადა, რომ ირანის ოფიციალური პირები არ გეგმავენ შეხვედრას წარმომადგენლებთან. რატომ ამბობ თავად? საქმე იმაშია, რომ ირანში შიდა გარჩევების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე გალი ბაფი, რომელიც აბას არაქჩისთან ერთად ასევე აწარმოებდა მოლაპარაკებებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, გუშინ მოულოდნელად თითქოს და ნებაყოფლობით უარი თქვა მოლაპარაკების მონაწილეობის როლს. მაგრამ აშკარაა, რომ ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის სამხედროებმა უბრალოდ გადააფიქრებინეს დიპლომატიაში მონაწილეობა, რადგან ეჭვი ჰქონდათ, რომ ის ძალიან რბილი და დათმობაზე წამსვლელი იყო. მაგრამ თავარი ისაა, რომ ირანს უკვე აჩნდება მოკავშირეები და რაც უფრო შორს წავა საქმე, მით უფრო გაუჭირდება ტრამპს შეთანხმების მიღწევა. საქმე იმაშია, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმავე აბას არაქჩიმ, რომელმაც ამერიკელებთან მოლაპარაკებაზე უარი თქვა, განაცხადა, რომ ახლა მას ყველა მშვიდობიანი დარეგულირების წინადადება ახლო აღმოსავლეთში რუსებთან და ომანელებთან და განიხილოს. მან პირდაპირ განაცხადა, რომ პაკისტანის შემდეგ რუსეთში მიემგზავრება კონსულტაციებისთვის. და თქვენ ითქვით, რუსეთი ხომ დიდი ხანია მოკავშირეა, უეჭველია. მაგრამ რუსეთი ყოველ შემთხვევაში აქამდე მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა. ეხლა კი ის ერთგვარ კონსულტანტად იქცევა. მეორე მხრივ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩინეთსაც დაატყვა ირანის ხარდაჭერის გამო. სამშაბათს შეგასწევენ, ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა ჩინეთისგან რაღაც საჩუქარი მიიღო დუსკას დაკავებული გემის შემოწმებისას. ეს იყო ტრამპის ასეთი იდუმალი მინიშნება, რომელიც ზოგიერთებმა განმარტეს. როგორც მინიშნება ჩინეთის სამხედრო მეთოდებებზე თეირანისთვის.
ხოლო ისინი, ვინც ჩემს YouTube-არზე არიან გამოწერილი, მშვენივრად იციან რაზეა საუბარი. ეს ყველაფერი გავარჩიეთ ამერიკელების მიერ ირანის დროშით ცურავი ტუსკას გემის დაპოვებიდან პირველივე დღეს. თუ ძალიან მოკლედ ვიტყვით, ეს გემი ჩინეთის პორტიდან გამოვიდა, სადაც ქიმიკატებს თვირთავენ. იმ ქიმიკატებს, რომლებიც საჭიროა ირანული რაკეტებისთვის, მხარი საწვავის შესაქმნელად. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ სანქციები დააწესა ირანულ ტანკერებზე, 40 საზღვაო კომპანიასა და გემებზე, რომლებიც ირანულ ნავთობს გადაზიდავენ. მაგრამ ბევრად უფრო საინტერესოა ეს ამბავი, უფრო სწორად ამ ამბის ნაწილი. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დააწესა კომპანიაზე Hengil Petrochemical Refinery. ეს არის ჩინური ეგრეთ წოდებული დამოუკიდებელი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც აშშ-ის უწყებამ თეირანის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კლიენტად დაახასიათა. ეს სხვათა შორის პირველი სანქციები იყო. აშშ-ის სანქციები ჩინეთის წინააღმდეგ ირანის ომში მხარდაჭერისთვის. აქ მოვიყვან აშშ-ის ფინანსთა მინისტრის სკოტ ბესენტის ციტატას. ფინანსთა სამინისტრო გააგრძელებს იმ გემების, შუამავლებისა და მყიდველების ქსელის შემცირებას, რომლებზეც ირანი ეყრდნობა თავისი ნავთობის მსოფლიო ბაზრებზე გასატანად. ნებისმიერი ადამიანი ან გემი, რომელიც ირანის მიწოდებს ხელს უწყობს ფარული ვაჭრობისა და დაფინანსების გზით, რისკავს ამერიკის შავსიაში მოხვედრას. საერთოდ მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპმა შეგახსენებთ, ირანთან ზავი გაახანძლივა, ბოლო დღეებში დიპლომატიურმა ძალისხმევამ აბსოლუტურად არანაირი პროგრესი არ მოიტანა. ამ კვირის დასაწყისშიც კი ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ირანის სხვადასხვა პოლიტიკურ ფრაქციებს ძალიან ცოტა დრო დარჩათ, რათა შეთანხმდნენ შეთავაზებულ შეთანხმებაზე. მაგრამ ჯერჯერობით როგორც ხედავთ, პროგრესი არ არის. და დღეს სწორედ ის არაქჩი ისლამაბადში შეხვდა პაკისტანის პრემიერ-მინისტრსა და არმიის მთავარსარდალს და საგარეო საქმეთა მინისტრს, რომლებიც მხარეებს შორის შუამავლობას უწევენ. და შეხვედრების დროს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ირანი მოითხოვს აშშ-ის საზღვაო ბლოკადის მოხსნას, როგორც მოლაპარაკებების წინაპირობას. და დაახლოებით 1 საათის შემდეგ, რაც არაქჩიმ დატოვა ისლამაბადი, ტრამპმა გადაწყვიტა ვიტკოფისა და კუშნერის ვიზიტის გაუქმება. და არაქჩიმ ბოლოს განაცხადა, ციტატა: ჯერ კიდე უნდა დავინახოთ, ნამდვილად სერიოზულად ეკიდება თუ არა აშშ-ო დიპლომატიას. საერთოდ აქ წერტილებს დავასვამ. თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწეკით ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი დონატით ან ფასიანი სპონსორული გამოწერით, ბუმულებითა და რეკვიზიტებით, რომლებიც მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში. იქ ასე წერია: ალექსეი პიჩის არხის მხარდაჭერა. აირჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი მხარდაჭერის ფორმატი. მადლიერი ვიქნები ამ არხის ნებისმიერი მხარდაჭერისთვის. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ნახვამდის.